მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთულოვნებამდე. ჩვენი მისი წამყვანები ასოციაციის პრეზიდენტი, ხმებათ ასოციაციის პრეზიდენტი პატრიკ ნადრეშვილი წერალი ძალიან ერთად ვართ და წავიღოთ ამ გადაცემას თქვენთან ერთად. ჩვენ გადაცემას ქვია მომავალი ტექნოლოგიები. პატრონია, რამდენიმე შეკითხვა შემოვიდა ჩვენთან და ყველა საინტერესებთ თქვენი დამოკიდებული ესეთ ვერაგ დაავადებასთან, რომელიც გახლავთ ჭიყვი. ახლა ჩვენ ამ გზით მივდიოდით. მაინც მეთქეთ ჭიყვის შესახებ და მე ვიცი ამის შესახებ, მაგრამ უფრო კომპეტენტური პასუხი თქვენ გაცემთ. ჩვენს მაყურებლებს გთხოვთ ახლა ამის შესახებ ისე დაავადება ჭიყვი როგორ ჩდება და როგორ უყურებთ თქვენ მას. პრინციპში ძალიან კაი შედეგები გვაქვს ამ შემთხვევაში, რასაც ქვია ჭიყვის პრობლემა. ფანტასტიკური შედეგები გვაქვს პრაქტიკულად 90% შეიძლება ცოტა მეტიც კი ჰომეოპათიისთვის ეს არ არის რთული პრობლემა. რა იწვევს? რატო ჩიტა? ჭიყვის. უამრავი რაღაცა შეიძლება იყოს მიზეზი. პირველ რიგში ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, ისევ შეიძლება დაუკავშიროთ ეკოლოგიასთან. ზედმეტ დასხივებასთან და ამდენი მანქანა რომ მოძრაობს, ამდენი რკინა ჩვენს გარშემო ექსოფერი ცვლის აი ამ ელექტრომაგნიტურ ველებს და ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში მიზეზი. მე აღარ ვამბობ სხვა რაღაცა უარყოფითი ვთქვათ კომპონენტებზე რომ მაგრამ ბატონო დამეთანხმოთ ცოტა ძველი დაავადება არის ჭიყვი და აი ჩემ ბავშვობიდან მახსოვს გამობირილი ჰქონდათ ეს ხოით მაგის კარიდან როგორ გიზამრო ჭიყვი ხადანიას. არ არის იშვიათი ორი მანქანა დადიოდა მაშინ სადაც იშვიათი პრობლემა არ არის ეს იოდის უკმარისობა ზოგადად ორგანიზმში, მაგრამ ჩვენ წამლების ფონზე ეს იოდის რაოდენობა ორგანიზმში წესრიგში დგება. ნაკლებია თუ ზედმეტია ნიშნულობა არ აქვს. ფაქტობრივად თუ ქონიათ შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში რომ ვერ შეძლებთ წამლებით ჭიყვს და ოპერაცია გამოიყენოთ, ანუ მიმართეთ ქირურგს. არის ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ რთული ფორმები კიბოციცის ჭიყმა და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვერევით და პაციენტს უშვებთ ოპერაციას. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი წამლების შედეგი იყოს, შეიძლება არ იყოს და პაციენტმა უბრალოდ დრო რო არ დაკარგოს და არ გარეთულდეს პრობლემა. ერთ-ერთ გადაცემაში როცა ჩვენ საკითხებს ვსაუბრობთ, თქვენ ვიწრობთ 18 მილიმეტრის ზომის ჭიყვი შეხვედრია თქვენს პრაქტიკაში. ახლა მე ზუსტად არ მოსწონს მონაცემები, მაგრამ სხვადასხვა ფორმის ხო გეუბნები ამ პრობლემით ხალხი მოემატა ამ ბოლო ხანებში, ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი მოდის ამ პრობლემით, ძალიან ბევრი სამწუხაროდ. მაგრამ როგორც ხოვთ თქვენ ამას? ხო გეუბნებით 90% შედეგია. აი ასეთი სასტიკი და ვერაგი დაავადება, რა ცნაიების დაავადება. რა დაავადება არის, რა უხსნათ ჩვენს მაყურებელს და გიანადაში როგორ შველის მას? რა არიცით, ეს არის აუტოიმუნური პრობლემა ზოგადად და ალბათ ერთი უპირატესობა აქვს ჰომეოპათიას ამ პრინციპებს. ჩვენ ამ შემთხვევაში პაციენტს უმზადებთ როგორ ჭიყვის დროს ხოთაშორის გააჩინე რომელი ჭიყვია რა პრობლემა სისხლზე დამზადებული წამალი იმ პაციენტის საკუთარ სისხლს კი და საკმაოდ კაი შედეგები გვაქვს 90% სამწუხაროდ უკვე ისეთი დიდი არ არის, მაგრამ სადღაც 50-60% შედეგიანია და ეს უკვე კაი პროცენტია. და რამდენად დიდია დაავადების რიცხვი და არ არის ხშირი და არც შეიძლება თვის განმავლობაში 1-2 პაციენტი იყოს ამ პრობლემით. თვის განმავლობაში. გულის სისხლძარღვთა დაავადებები. ეგ ისევ სამწუხაროდ ხშირი პრობლემა არის მეტ-უმეტეს მამაკაცების ქალებსაც აქ პრობლემა, მაგრამ მამაკაცებს რომელიც სიგარეტს ეწევიან, ღვინოს სვავენ, არაყს სვავენ, უფრო ხშირად აქ პრობლემა და
აქაც საკმაოდ კაი შედეგები აქვს გომეოპათიას. საკმაოდ კაი გუშინაც ვყავდა პაციენტები ამ პრობლემით და ვინც თქვათ უკანა ახალ პაციენტებს რომ ეს მეთოდი შველის ისინი მოდიან უკვე მომზადებულები რომ ამასვათ ეკნება შედეგი. აი ჩვენი მასპინძელი ბატონო მიშა საქმის ყურშია მაგასაც გავუსინჯია მსგავსი პრობლემის სამლები მაგის მასაც აქვს მსგავსი პრობლემა და სულ ყველა პრაქტიკულად მაყოფილი. უბრალოდ დრო ჭირდება. აი თუ დრო გვაძლევს ჩვენ საშუალებას რომ ჩვენ ჩავერიოთ ამ პრობლემაში შედეგი ძალიან კაია. ბატონო ერთ შეკითხვას ეთნაგისოთ თქვენ. ახლა იშვიათია დავადებროს თქვენ ვერ კურნათ, მაგრამ ართრიტს თუ კურნათ, ხან თუ იკურნება საერთოდ ართრიტი? არა, საერთოდ პროცენტი ისევ ძალიან დაბალია, მაგრამ არსებობს შემთხვევები სრული განკურნების. და რა დავადებარია და როგორ შემოწ ორგანიზმში? ეგ არის ესეც აუტოიმუნური პრობლემა არის ჩვენ ორგანიზმში, როგორც სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი ვაქს და აი სტრეპტოკოკის გამრავლება ორგანიზმში იწევს აი ამ არტრიტს და მაგის ესე ვთქვათ წესრიგში ჩაყენება საკმაოდ რთულია რატომ? იმიტომ რომ თვითონ დაავადება არის ძალიან მტკივნეული. და როდესაც ჩვენ ვაზრებთ ამას, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ტკივილი შეიძლება მოგემატოთ. და ზოგიერთი ვეროზე სამას და აქედან გამომდინარე სრული პროცესი არ ხდება. და როგორც ამან უფრო საშიში დაავადება არის ართროზი. არტროზის არის კურნება, გააჩნია ისევ ხარის არის ფორმები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შედეგი, არის ფორმები, სადაც ჩვენ უბრალოდ მივიღებთ რაღაც გარკვეულ შეღავას, მაგრამ არის ფორმები, როდესაც ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვებულობთ, ესე ვთქვათ, ტყივილს თუ გავუყუჩებთ. და მაგათი მეგობარია ოსტეოქონდროზი. ოსტეოქონდროზი ბევრად უფრო პროცენტულად იოლის სამკურნალოა. ცოტა უცნაურია, მაგრამ იქ მიდის ისეთი პროცესი, რომ იმ დისკები, რომელიც გამოდის წყობიდან, იმ დისკებს ჭირდება კვება. 15 წლამდე ამ დისკებს ამარაგებს სისხლი. მერე რატომღაც ეს სისხლის მიწოდება თავდება და რატომღაც როგორ? ეს გენეტიურად ესე არის და კვება მიდის სწორი მოძრაობის საშუალებით. აი ეს სწორი მოძრაობა თუ დაირღვა, იწყება იქ რაღაცა გარკვეული აი ამ დისკებში შლაკების დაგროვება, ნივთიერებისთვის პროცესი ირღვევა და ეგ დისკი განიცდის დეფორმაციას. და დეფორმაციას ორგანიზმის დავარქვათ ესე ჯდება, ის გამოდის გარეთ და გააჩნია რომელ მხარეს გამოვიდა, არის შემთხვევები, როდესაც დისკი პრაქტიკულად აღარ არის, მაგრამ არიწევს ესე ვთქვათ ტკივილებს და თუ ზოგადად წინ გამოვიდა ეს ვთქვათ დეფორმირებული დისკი. აი თუ უკან წამოვიდა ზურგის ტვინის მხარეს, ის უკვე მიაწვება შეიძლება ნერვს, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, შეიძლება კიდევაც ზურგის ტვინში შევიდეს ნაწილობრივად და ეს ზეწოლა იწვევს მე შეშუპებას შიგნით და ეს იწვევს აი ამ გართულებებს. მაგრამ ჩვენ წამლების ფონზე მიდის აღდგენა აი ამ დისკების. ფიზიკურად სხვა რჩოთხოვი ამ დროს უფრო ეცეთ რაღაც გარკვეული ვარჯიშები ძალიან კაია, მაგრამ აქ სპეციალისტი უნდა იყოს აუცილებლად, ვინც ამ ვარჯიშებს დანიშნავს. თან ალბათ სულ ყველა შემთხვევაში შეიძლება ცოტა ინდივიდუალურად დაინიშნოს, გააჩნია მდგომარეობას. თვითონ არასწორი ვარჯიში შეიძლება გაართულოს სიტუაცია. ახლა უმეტეს შემთხვევაში მასაჟებს იკეთებს პაციენტი. ცურვას ცხენოსნება, პირველ რიგში ეს კაი ვარჯიშები. მით უმეტეს ცხენი.
იმიტომ რომ ეგ დისკი რომელიც გამოდის წყობიდან იკვებება მოძრაობით. მაგას ვამბობ. კი. და როგორც გუფკაროა იყო და წყალში რო ჩადათ რომ მიაწვეთ გამოუშვებს იმას შიგნით თქვა რაღაცა სითხე არის. რომ გამოუშვებს შეიცავს ამ სითხეს. აი ეს არის ნივთიერების სრის პროცესის აღდგენა. აქედან გამომდინარე ცურვის დროს მიდის ეს გაჩენა ცხენზე ჯდომის დროს იგივე პროცესია და ორივე უხდება ალბათ გააჩნია ისე დოზირებას. გასაგები. თუმცა ესე იგი ამ ვარჯიშის გარდა კიდე რა საშუალება არსებობს ამ პაციენტის მორჩენის თქვენ წამლები ესეთი წამლები თუ გაქვთ რომელიც ეფექტურად მოახდენს სამოცე გავლენას ხერხემალზე დიახ აუცილებლად მაგალითად აი გრიჟებს ვაკრ ხო ამას მაგნუმი ხავსოთ რაღაცა პერიოდში გააჩნია ზომას გააჩნია პიროვნებას გააჩნია ცლოვანებას ვაკრობთ ზოგიერთ ჭირდება ერთი თვე, ზოგიერთ შეიძლება დაჭირდეს წელიწადი, მაგრამ საბოლოოდ პრაქტიკულად 98% მომფიქრე. 98% ძალიან კარგი. მაგრამ ერთი ასეთი შეკითხვა კიდე ხომ საკავშირებთ. მავნეს სენსაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გამწარებულია პრობლემით, უშვილებაზე უნდა კითხოთ მოგეთ რო გიცოთ და ვიცი რომ თქვენ 300-ზე მეტი ბავშვით ნათლი ხართ და შემდეგ საბადრებთ ხო საბადრე მოხდეს შენიშნა რომ არ შეიძლება. ეს გაკეთება ზოგიერთი აქ ჩვენ ისეთი ეგრეთ წოდებული მამოები ხავს რომელიც საერთოდ უარ ყოფილა. ნათლის და მეც გამართილა ერთმა. ზოგიერთი მითხრა აღარ მონათლო, იმიტომ რომ მაშინ ერთმანეთში უნდა გააცნო რამე პრობლემა შეიქმნა. ეს რთული საკითხია. მაგრამ როგორ შველის ყველაფერს რა უნდა გააკეთოს თქვენთან მოდის ცოლხმა. იცით რა ეს არის ეროვნული პრობლემაც არის შეიძლება დღეს. გააჩნია მიზეზი. არის ძალიან ხშირად მიზეზი სუფთა ფსიქოლოგიური. აი ფსიქოლოგიური. ადამიანს ანუ ქალბატონებს შიში აქვთ ფერზიმობის ზოგადად და არჩება ფერზიმეთ იმიტომ რომ ორგანიზმი თვითონ თავს რაღაც გარკვეულ მექანიზმებს რომ აი ეს გორმონი რომელიც იწვევს აი თქვა სწორ მიმართულებას აი ფერზიმობაში არ გამოიყოფება და ქალი რჩება ის და რა მომენტით მამაკაცს შეიძლება კონდეს პრობლემა ქმარს გაჩნია პრობლემას და ნუ თუ ეს არ არის ძალიან ისეთი ორგანული პრობლემა და ფსიქოლოგიური შედეგიანია ძალიან ესე პროცენტულად დიდი პროცენტია მე მაგალითად ვიტყობთ რომ ჩემი ახლობლები იყვნენ თქვენთან და ერთი სეანსის შემდეგ ფაქტიურად მოხდა ასე ვთქვათ ის პროცესი უცად მოვიდა. ერთხელ მიღებულ წამალზეც ყოფილა შემთხვევა, მეორედ ეს ფერზიმეთ დარჩა. ესეთი შემთხვევებიც არსებობს. იმიტომ რომ გომეოპათიური წამალი ცოტა სხვანაირად მოქმედებს ორგანიზმში და იწვევს აი ამ შიშის მოხსნას. მე ერთ-ერთი მაგალითი ვიცი რომ თქვენთან იყო ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტის ახლობელი. არ დამალო, ეს არის თურქეთის პრეზიდენტი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერდოღანის ახლობელი იყო და თქვენ მოახერხეთ ასე ვთქვათ დახმარება ამ ოჯახისთვის. ხო გეუბნებით ამ პრობლემით ბევრი მოდის და უმეტეს შემთხვევაში შედეგიანია. თუ იქ არ არის რაღაც გარკვეული სერიოზული პრობლემა ორგანული და არ ჭირდება სხვა კურნაო. პატრონია, ნოთობა და ალკოჰოლიზმი. ძველი მტერი კაცობრიობის. აქაც საკმაოდ შედეგიანია. სიგარეტს ვერ ვანებებთ თავს. პას არც გვაქვს მაგის სამლევად, მაგრამ ღვინის და ალკოგოლის ძალიან კარგად შველით. ესეც ფსიქოლოგიური ფაქტორია, სხვადასხვა ეს ნარკომანებიც მოდიან. ნარკომანი თუ ცალკე საკითხი მაქვს ნარკომანია დიახ. ძალიან ხშირად და უმეტეს შემთხვევაში შედეგს ვებულობთ დადებიც. ამილოთობას ალკოჰოლის ებრძვით ესე იგი. კი, საკმაოდ კარგად უმეტეს შემთხვევაში შედეგიანია. და რა კატეგორიის ხალხი მოდიან თქვენ ძირს სად არის ყველაზე მეტი? დასაბლეს სადაკამ დაავადებას.
ესეც ხო ფსიქოლოგიური ფაქტორია, ნახო ჩვენ ქართველები ვარ და KP-ის საკმაოდ საქართველოში ვერ გავიქცევით მაგას პრაქტიკულად უბრალოდ ხდება ეს დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი იქნება თუ მეგობრებში შეხვედრა მაგრამ გააჩნია თვითონ რას ნიშნავს ალკოგოლიზმი აი როდესაც ადამიანი დილით იღვიძებს და არ უნდა მაინც უნდა დალიოს რაღაცა რაოდენობა რაღაც გარკვეული ალკოგოლი ეს უკვე ავადმყოფობა არის მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი ისეთ ადამიანი აი ამ ალკოგოლის მოქმედების ფონზე იმალება რეალობას ემალება და ესე თქვა ის რაღაცა გარკვეული მიზნები რაც ვერ მიაღწია აი ხსნის აი ამ პრობლემას რომ არ ყოფნის ან თქვა ინფორმაცია ან ინტელექტი რომ რაღაცა გარკვეული თქვა საზოგადოებაში ადგილი დაიკავოს რომელიც უნდა ხო მე ახლა ერთი მეზობელი ჩემი მეზობელი იყო თქვენთან გითხარით თქვენ ამის შესახებ თქვენ გაიცინეთ ხოლმე ძალიან კმაყოფილი წამოვიდა გადასარევი გაიგაციოს და ერთი წვეთის ძალე ვარ დაუშლა ჩემთვის მითხრა თალია გაწოვონ ასე რომ თქვა შესაძლებლობის ფარგლებში მე ჩვენ მე არ უშლი ამ პაციენტებს ალკოგოლის მიღებას უბრალოდ რეალურ ასე თქვა ფარგლებში და რაოდენობით და თვითონ აი ამ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ჩვენ ვხსნით ჩვენ წამით რომ თქვა დილით არ ბახმელაზე არ ეცვთა ფსიქოლოგიურად კიდე მიიღოს რაღაცა რაოდენობა არ დაიმალოს აი ამ ალკოგოლის მაგრამ რაც უნდა გითხოთ ერთი ახშელება თქვენ პროფესიული საიდუმლო ვარ მაგრამ გველის შხამს რამდენად იყენებთ როცა გულის სიზარსთან დაავადებებს ებჭვით ჩვენ პრაქტიკულად რაც არსებობს გველის სახეობები სულ ყველაფერს ხმარობთ ეს ალბათ 5 გველის შხამს ხმარობთ 5 სხვადასხვა კი სხვადასხვა გველის და ძალიან კარგად მოქმედებს მით უმეტეს სიზარებს პრაქტიკულად აი როდესაც ადამიანს სკული აქვს განგრენა აქვს აი სულ ამ შემთხვევაში გველის შხამი ფანტასტიკურად მოქმედებს იმიტომ რომ ასუფთავებს სიზარებს თუ ის შევიწროებას ხსნის ძალიან ბევრი პაციენტი ყავს ჩვენ ამ პრობლემით ძალიან ბევრი რაღაცას კურნავს გველის შხამი ალერგიებსაც ხოთაშორის და პატონია აი ალერგია ჩვენ დაუბრუნდეთ მაგრამ ლეიკემის შესახებ მინდა გითხოთ ამ ვერაგ დაავადებას გუშინაც ყავდა ამ დიაგნოზით პაციენტი ისევ გააჩნია რამდენად ღრმად შესული პროცესია მაგრამ აქაც სადღაც 50% შედეგია გააჩნია ფორმას გააჩნია რამდენად ღრმად შესული პროცესია და აგრესიულია თუ არა მაგრამ შედეგი გვაქვს შედეგი ძალიან კარგი უმეტეს შემთხვევაში გვაქვს ჩვენ პარალელურად ქიმიურ წამლებთან ერთად ვკურნავთ რაც უნიშნავს კლასიკური მედიცინა ჩვენს პარალელურად ჩვენ წამლებს ვაზრებთ და ერთმანეთს ხელს უწყობ ანუ ტრადიციული მეთოდებს ემატება ჰომეოპათია და შანსი არსებობს სრული განკურნების და დიდი შანსი რამდენად გაახალგაზრდავთ ეს დაავადებები რაც ჩვენ ვსაუბრობთ იცით რა მაგის თქმა რთულია მე ამ ცენტრში არ ვმუშაობ ალბათ ეს სტატისტიკა უფრო არა თქვენი ავადმყოფობის მიხედვით თქვენთან რა ანუ რაოდენობით რაც ადრე მოდიოდა ისევ იმ რაოდენობით მოდია მაინც და მაინც ჩვენ ვერ ვიტყვით მაგას რომ პაციენტების რაოდენობა ზოგადად გაიზარდა არ ვიცი შეიძლება გაიზარდა კიდევაც მაგრამ შეიძლება ერთი პაციენტით მეტი იყოს თვეში ერთი პაციენტით ნაკლები იყოს მაგრამ მე მგონი ერთი რაოდენობა ჩვენ დაბინს მოდის იქ კონკრეტულ ცენტრში შეიძლება მოვიდეთ
პროფესიულ ახსნას თქვენ ძალიან შესაძლოა ესეც ჩვენი დაავადება ესე ვთქვათ საკმაოდ კარგად გქონდათ საკმაოდ კარგად აქაც პროცენტი საკმაოდ დიდია იმიტომ რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ ასთმა ალერგიული დაავადება უმეტეს შემთხვევებში და ალერგიებს როცა ჩვენ ხსნით და ჩვენ კარგად ხსნით ალერგიულ პრობლემებს თვითონ ასთმაც გადის და ეს ვირუსები რომელიც ასია მოდებული ვირუსებიც იგი ფაქტობრივად შეხვჭამა რომ იტყვია ჰაი ეფექტური საშუალება ამის წინააღმდეგ რისი ვირუსები რომელიც დაფიჭებს საერთში და თუ შეხვს ადამიანს ის შეიძლება ჩააწვინოს ახალი ინფორმაცია რომ რაღაცა ახალი ვირუსი წარმოიქმნა დედამიწაზე და და ნელა საქართველოშიც მოვა არ ვიცი მოვიდეს და მე ნამდვილად არ მეშინია და ეს იცით რა არის აქ ისე ვბრუნდებით ზოგადად ეს კვანტურ მექანიკასთან ამ ვირუსის გან შეიძლება გაკეთდეს სამალი ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ და უმეტეს შემთხვევაში იქნება სრული შედეგი. ეხლა უცბად ნაკითხი იმაზე რომ წინაგაცემაში ჩვენ არ დავასრულეთ მაშინდელი გადაცემა. თქვენი აიმდიდან 2000 კილომეტრის დაშორებით დაიწყეთ მოქმედება ეგრეთ წოდებული ტელეპორტაციის საშუალებით და მოსკოვში აიმაზე დაიწყეთ ხის გაზრდა. აი ამ შესახებ დაწვრილებით უთხრა ჩვენს მაყურებს რა პროცესია ეს? იცით რა ესე ნებისმიერი ჩვენ ვისმენს პიროვნებას უყოლო სახში დღეს კომპიუტერები აქვთ ტელეფონები ჩართული ინტერნეტთან და აკრიფოს ეს ინფორმაცია თქვათ ტელეპორტაცია და სოფლის მეუღლე ეს არა მარტო მე ხმარობენ სხვაებიც და საკმაოდ შედეგიანია და ფარს მნიშვნელობა აქვს იქ 10 გექტარზე იმოქმედეს და შედეგი მიიღეს ხორბალზე და ბევრი ინფორმაცია უბრალოდ ალბათ ესე ვთქვა ალბათ არასწორი სიტყვა უპირატესობა მე მაქვს იმით რომ არ ჭირდება რაღაც გარკვეული დანადგარება მაგრამ ეს ფენომენი ისევ კვანტურ მექანიკასთან მოვდივართ თავარია გაიგო პრინციპი რაზე და როგორ უნდა იმოქმედო თორე რა არის ახლა კი 2 კილომეტრია და ხორბალი იქ იზრდება თქვა აივანზე მაგრამ ფაქტია რომ იმ ხორბალთან ჩვენ დაკავშირება გვაქვს ამდენ რამეს თქვა სურათი იქნება თუ ვიდეო იქნება ეს უკვე კავშირია იმ ხორბალთან თავარი ამ სურათს მის რაღაცა გარკვეული ინფორმაცია ბრძანება და ის აუცილებლად კავშირში რომ ერთმანეთში დამოკიდებულები არიან მინიმალურ ისე თქვა პროცენტით მისებს კარნას ეს გზა გასავლელია კიდე რომ იცოდე ერთხელ უნდა დაამუშავა თქვა ეს პროცესი აბჯერ უნდა გააკეთო რა სიხშირე უნდა მისცე რა თქვა დროის მანძილზე ეგ გზა გასავლელი მაქვს რომ მივიღოთ ესეთი მაქსიმალურად სწორი მიმართულება როგორ უნდა დაამუშავდეს მაგრამ ფაქტია რომ ამას შედეგი აქვს აქედან გამომდინარე ეს ალბათ ხვალზე მომავალში ადამიანობას დაჭირდება და ეს გზა ადამიანობა უნდა გაიაროს ერთმანეთს შემეკითხა მოწაფეები თუ ხალთ და თუ ასწავლით ამ მეთოდს არის ხალხი ვისაც ვასწავლით მაგრამ თქვენთან 2 წლის უკან ჩამოსულიყო ბალტიისპირელი მეგობრები თქვენი პირადი მეგობრები თქვენი ნაცნობი და გარკვეული ლექციები ჩაუტარეთ აქ თბილისში საკმაოდ აჟიოტაჟი მოყავშინ ამას ისინიც ინტენსიურად მუშაობენ სოფლის მეურნეობაში აი ამ ჩემი ესე ვთქვათ კარნახით და ჩემი დანამატებით და ძალიან საინტერესო და კაი შედეგები ტელეპორტაციის შესახებ თქვით მათ შესახებ თქვენ ტელეპორტაციით მოხდინეს რაღაცების გაკეთება თვალსები ლატვიაში
კი, გავაკეთეთ, ის ლატვია იქნება, თუ მოსკოვი იქნება, თუ ამერიკა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ კვანტურ ფიზიკას არც დრო არ აქვს, არც მანძილი და ნებისმიერ კუთხე შეიძლება მთვარეზეც იყოს რაღაც გარკვეული ზოგი ნივთიერება, რომელზეც შეიძლება იმოქმედო. თავარია პრინციპი იცოდე და მონახოს საშუალება რომ დაუკავშირდე იმ ობიექტს. საკმაოდ რთული საკითხია. არ არის რთული, იცით, რთულია, მე არ ვიცი ეს სპეციალურად გაკეთებულია ადამიანმა რატომღაც ეინშტეინის საშუალებით სამწუხაროდ წაიყვანეს არასწორი გზით. და ჩვენ ვეუბნებიან იგივე თქვათ ინტერნეტში, ან და თქვათ იგივე უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, რომ არსებობს რაღაც გარკვეული კანონები და ამ კანონების უკან არაფერი არ არსებობს. იცით, ადამიანს შინაგანად უნდა გქონდეს რწმენა, რომ ეს არის დროებით ეინშტეინი ძალიან კაი იყო 100 წლის უკან. მაგრამ დღეს კვანტური მექანიკა პრაქტიკულად ანადგურებს თემას. კი, ეს მაგის კანონი E-უდრის mc კვადრატში რჩება, მაგრამ მას უკან კიდევ დგას სხვა საშუალებები, სხვა კანონები, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს და ეს სოფლის მეურნეობა იქნება, თუ მედიცინა იქნება, სხვაობა არ არის. მე დარწმუნებულად ვიცი, რომ ამერიკაში კვანტურ მედიცინას ხმარობენ. და საკმაოდ კარგად პრაქტიკულად არის საავადმყოფოები, სადაც ეს დანადგარები დგას კვანტური მექანიკის საშუალებით დიაგნოზებს უყენებს პაციენტს და უპირატესობა რაშია, იცით, როდესაც პაციენტს დაალევინებს წამალს და არ ჭირდება რაღაც გარკვეული სერიოზული გზის გავლა და აპარატი განახებს რა ცვლილებები მოხდა ორგანიზმში და ეს გვაძლევს საშუალებას რომ მიმართულება სწორედ ამ გამოანგარიშოთ. ეს არის საკმაოდ დიდი დადებითი ფაქტი. მე სამწუხაროდ ამ აპარატს არ მაქვს, არ ვფლობ, თორემ ალბათ მეც გამოვიყენებდი და ძალიან კარგად. მაგრამ ზებნაში ვარ. პათოლოგია, ახლა ორი საკითხს გეტყვით და ამით დავამთავროთ ფაქტი. უძილობა და სტრესი. იცით, ეს საკმაოდ კაი. თქვენ რამდენად შემომართავენ? ეს პროცენტი ძალიან დიდია. ძალიან ბევრი არის, ალბათ 80% მეტი თუ არა პაციენტის ამ პრობლემით მოდის. კი, შეიძლება ორგანული პრობლემას ჰქონდეს, თქვა, ნაღვლის გულში კენჭები, ან თქვა, თირკმელში მარილები, ან თქვა, ოსტეოქონდროზი, არტრიტი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტკივილები ან რაღაც გარკვეული დისკომფორტი ითრეს მე ფსიქოლოგიურ ფენომენს, ხო? და ადამიანს რომელიც მოდის აი ამ ორგანული პრობლემით, პარალელურად ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. და ჩვენ საკმაოდ კაი შედეგები გვაქვს. ძალიან კაი. ისევ გააჩნია სიტუაციას. იცით, ჩვენ ვამბობთ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მაგრამ რამდენად ღრმად შესულია ორგანიზმში, რამდენად ეს ენერგეტიკა, უარყოფითი ენერგეტიკა ზის იმ პაციენტში, რამდენი უნდა გამოვიდანოთ, იცით, ისევ ბრუნდებით კვანტურ მექანიკასთან და არსებობს ქიმიური პროცესი ორგანიზმში, რომელიც იწვევს რაღაც გარკვეულ ქიმიურ დარღვევებს, მაგრამ არსებობს ენერგეტიკული პრობლემები და ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია. ერთს რომ მიხედო, მეორესაც მიხედვა ჭირდება და ჩვენ აი ამ ენერგეტიკით ვცვლით იმ ორგანულ ფუნქციებს და საკმაოდ კაი შედეგები გვაქვს. ანუ თქვენი კლინიკის სრულშორად ბიჭებს ადამიანებს ძალიან კაი შედეგები. რომელიც სტრესი აქვს, ძილობაჭერს მიიღებს შვებას. ძალიან. ეხლა კლასიკური მედიცინა სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ხმარობს რაღაც გარკვეულ საშუალებას, რომელიც ადამიანს თიშავს და იმას არ აწუხებს რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები. მაგრამ ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს წამალი მოქმედებს ორგანიზმში.
რომელსაც უნიშნავენ. და ჩვენ ცოტა სხვანაირად მუშაობთ. ჩვენ ვაშორებთ აი ამ უარყოფის და პაციენტი ერთ თვეში თუ ერთ კვირაში პრაქტიკულად ჯანმრთელია და აღარაც უხდეს ფსიქოლოგიური დათვირთვები. სტრესი დღეს ჩვენს გარშემო ალბათ სულ ყველას მეტნაკლებად გვაწევს. ხო, ჩვენ შემდეგ გადაცემაზე ხმართ პარალელურად ანონსაც გავაკეთებ. ვისაუბრეთ ტელეპორტაციაზე უფრო ფართედ, ჩვენ წიგნით გვახსენეთ მის შესახებ. და იმ პროცესებს, რომელიც მოყვება ტელეპორტაციას, რომელიც გამოყენებას დღეს უკვე ეს სიტუაცია არის, შეიძლება ქვეყნის თავდაცვით უნარის გასაძლიერებლად. იცით რა არის, მე არაფერს არ ვმალავ, ცოტა რთულია ადამიანმა უბრალოდ უნდა იცოდეს აი ამ ტელეპორტაციისთვის რა სიხშირე გამოიყენოს. ეგ არის პრობლემა. მაგრამ იმისთვის რომ სწორად თქვა იმოქმედოს, რაღაც გარკვეული გზა უნდა გაიაროს, ესე დავარქვათ სტეპის, რომ იქნეს საერთოდ ეს რა პრინციპებით მუშაობს. მაგრამ ამის გამოყენება შეიძლება. კი, როგორ არის. და ძალიან კარგი მიზნებისთვის. თუ დაამუშავეს ეს თვითონ ეს ტექნოლოგია პრაქტიკულად პროცენტულად გასწია. თქვენ თუ დაამუშავებთ ასე უნდა ვთქვათ. ამის სპეციალისტებს ცდას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ესეც სანამ ცდებს არ გააკეთებთ და თქვა თუ უარყოფითი შედეგი იქნება თუ დადებითი შედეგი, ვერ მიხდები რას ნიშნავს უარყოფითი და რას ნიშნავს დადებითი. და როგორ იმოქმედე და რა მიიღე. ესეთ უბრალოდ ჭირდება. დიდი მადლობა ამ შემთხვევაში მე ცოტ გადავდებ შემდეგ საუბარს. ეთერში იყო გადაცემა ერთობლივ ერთულად მის წამყვანები ბატონ გენტერიშვილს ანებსაზე თქვენ წინაშე ვიყავით. ჩვენაც იმას ქვია მომავალი დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას, რომელიც გვაძლევს საშუალებას და პირადად ბატონ მიხეილ ანდულაძეს ამ თემებზე ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა.